წარმოიდგინეთ 1000 მეტრის სიმაღლის კლდის ვერტიკალური ზედაპირის ძირში დგეხართ. გადაწყვეტილი გაქვთ კლდეზე ახვიდეთ. გამოცდილი მთასვლელისთვის ეს უმარტივესი ამოცანაა. 1000 მეტრის სიმაღლის მთა კი არა, 9000 მეტრიან ევერესტს იპყრობს ხალხი. თუმცა ამ შემთხვევაში რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. ალექს ჰონოლდი 1000 მეტრის სიმაღლის მთაზე ყოველგვარი აღჭურულობის გარეშე დაცოცავს. ის მიმდევარია ეგრეთ წოდებული თავისუფალი სოლო ასვლების, სადაც აღჭურულობას შეადგენს მხოლოდ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, მაისური და ცარცით სავსე პატარა ტომსიკა წელზე ჩამოკიდებული. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვიტყვი. დღემდე ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში ვგრძნობ თავს, როდესაც ალექსის შესახებ დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ. არსებობს ხალხი, რომლებიც საერთოდ ვერც კი უცქერენ მის თავგადასავლებს. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც კამერის ოპერატორს ალექსისკენ მიმართული აქვს კამერა, თავად კი სხვაგან იყურება. ვერ უყურებენ. არ მახსენდება ადამიანი, რომელიც სიკვდილის სიცოცხლის მიჯნასთან ასე ახლოს იდგეს ესე ხშირად. ამ პოდკასტის მიზანიც ხომ ესაა, ვისაუბროთ გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებზე, აუთლაიერებზე. გავეცნოთ მათ ბიოგრაფიას და შევეცადოთ დავინახოთ, თუ როგორ აღწევს გრანდიოზულ წარმატებას ეს ხალხი. აღმოჩენილი პრინციპები და გაკვეთილები კი წამოვიღოთ და ჩვენს ყოფას მივუსადაგოთ. პოდკასტის მომზადების პროცესში წავიკითხე ალექსის ბიოგრაფიული წიგნი. წიგნის სათაური ვიდეოს აღწერაში იქნება. მოусმინე 5-6 საათის ინტერვიუებს და წავიკითხე სხვადასხვა სტატია მის შესახებ. აი, სტოიციზმის ფილოსოფია ხო გაგიგიათ? ვაჟკაცური და გლადიატორული მიმდინარეობა. ამ ფილოსოფიის კრიტიკოსთა ნაწილი გეტყვით, რომ სტოიციზმი ემოციებისგან დაცლილი და ძალიან ცივი მიმდინარეობაა. ეს მართლაც ასეა. სტოიციზმი არ ცნობს ემოციებს და სენტიმენტებს. მარკუს აურელიუსს აქვს ნათქვამი. იყავი როგორც კლდოვანი კონცხი, რომელსაც ღრიალით აწყდებიან ტალღები. ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო თანდათან ცხრება ბობოქარი წყლის მძვინვარება. ალექს ჰონოლდი სტოიციზმის ზუსტი ასლი მგონია. ინტერვიუებში სუპერ გაწონასწორებული და ძალიან რაციონალური პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც არ უნდა ემოციურ შეკითხვას უსვამდეს წამყვანი და ცდილობდეს მის კანქვეშ შეძურეს, ალექსი გაწონასწორებულია. თითქოს არაფერი აღელვებს. თავისუფალი სოლო ასვლების შესახებ ისე საუბრობს, გეგონება ყველა ადამიანს შეეძლოს იმავეს გაკეთება და არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდეს. მიუხედავად ალექსის საჯარო სივრცეში თავშეკავებულობისა, მაინც ჩავიჭირე პრაქტიკული გაკვეთილები, რომლებიც ძალიან დაგაინტერესებთ და აი ერთ-ერთი მათგანი. ალექსი საუბრობს თავისუფალი სოლო ასვლის უშუალო პროცესზე. ვესწრაფვი ზონის მდგომარეობაში ყოფნას. ვაცდილობ თითქოს ავტოპილოტის რეჟიმი ჩავრთო. ამ დროს არ ვფიქრობ ნეგატიურ შედეგებზე. ზუსტად ამიტომ ერთი და იგივე მოძრაობას ვარჯიშისას ბევრჯერ ვიმეორებ, რათა მისი ავტომატიზება მოხდეს. მე მარტივი მიზანი მაქვს. გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი. ზონის მდგომარეობას ამერიკელები ეგრეთ წოდებულ flow states უწოდებენ და ამ კონცეფციას წარმატებული ადამიანების ცხოვრებაში ბევრგან შეხვდებით. მოდით მაგრა რაღაცას გეტყვით. ჭკვიანი ხალხი ხშირად მოუწოდებს სხვას იპოვონ საყვარელი საქმე. ისეთი საქმე, რომლებიც შთაგვაგონებს, ენერგიით და სიხარულით აგვავსებს. მე მჯერა, რომ ესეთი საქმე ყველა ადამიანისთვის არსებობს. საყვარელი საქმის კეთებას ერთი თავისებურება ახასიათებს. მასში თავით გადავეშვებით ხოლმე. ბოლომდე ვიხარჯებით, საკუთარ თავსაც კი ვჯობნით. დრო შეიძლება ისე გავიდეს, ვერ ვსგებულობთ. ამ ფენომენს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა მიჰაი ჩიქსენტ-მიჰაიმ მოზღვავება მდგომარეობა უწოდა. ანუ უზენაესი აღტკინების წუთები, როდესაც ჩვენი შესაძლებლობების პიკზე ვიმყოფებით. როდესაც ალექსი ზონაზე ლაპარაკობს, ზონა და მოზღვავების მდგომარეობა სინონიმებია. ამ მდგომარეობის შესახებ დენიელ გოლმენი ესეთ რაღაცას წერს. სპორტსმენებისთვის ცნობილია ამგვარი შთაგონების მდგომარეობა, რომელსაც ისინი ზონას უწოდებენ. როდესაც ბრწყინვალეს შედეგს სრულიად ძალდაუტანებლად აღწევენ. ხოლო ასეთ წუთებში მოწინააღმდეგე და მაყურებელი თითქოს ქრება. დიანა როტერმა, რომელმაც 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, თქვა, რომ
არაფერი ახსოვდა. სრული მოდუნებულობის გარდა. მეგონა ჩანჩქერი ვიყავი. დარწმუნებული ვარ, ყველასათვის ნაცნობი სიტუაცია აღვწერე. მეც არაერთხელ გამომეცდია მსგავსი მოზღვავების მდგომარეობა. ამ დროს ყველაფერი მარტივად და ხარისხიანად გამომდის. დრო ისე გადის, ვერც ვგებულობ. უბრალოდ საყურადღებოა ის, რომ მსგავსი მოზღვავება მოდის მაშინ, როდესაც საყვარელ საქმეს ვაკეთებთ ხოლმე. შემთხვევითი არ უნდა იყოს ჰონოლდის ეს ფრაზა. არის უამრავი წვრილმანი, რაზეც ცოცვის დროს უნდა იფიქრო. მაგალითად, მარცხენა, მარჯვენა, მოძრაობების რომელი თანმიმდევრობით მიდიხარ, მაგრამ სინამდვილეში არაფერზე ვფიქრობ. უბრალოდ ვაკეთებ. ალბათ ეს არის მოზღვაობის მდგომარეობის საუკეთესო განმარტება. ორი სიტყვა ვთქვათ მოდით ალექსის ბავშვობაზე და ეს გადამწყვეტი მომენტია ამ პიროვნების ამოსახსნელად და თუ რატო არის გადამწყვეტი 2 წუთში ავხსნე. ალექსი საკრამენტოში დაიბადა, მშობლები ინგლისურის მასწავლებლები იყვნენ. 10 წლისა იყო, როდესაც მამამ პირველად მიიყვანა ბოლდერინგის დარბაზში. ბოლდერინგი ანუ იგივე კლდეზე ცოცვა. 10 წლის ასაკში ჩემს მშობლიურ ქალაქ საკრამენტოში დახურულ დარბაზში ცოცვა დავიწყე. იხსენებს ალექსი. 19 წლამდე გარეთ კლდეებზე თითქმის არ გავდიოდი. იმდენად ასოციალური და უცნაური ვიყავი, რომ უცნობებთან გამოლაპარაკებაც კი მეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 5.13 დონის სირთულეს ვძლევდი, ვერასოდეს მოვიკრებდი გამბედაობას, რომ ტბა ტახოსთან მდებარე ლავერს ლიპის კლდეზე სხვა ბიჭებთან მივსულიყავი და მეთხოვა თოკით ერთად გვეცოცა. ამიტომ უბრალოდ სოლო ცოცვა დავიწყე. მოკლედ ბავშვობიდან ძალიან ინტროვერტი ყოფილა ეს კაცი და გამეცნდა წიგნის იმ მონაკვეთზე, სადაც ამბობს, რომ სოლო ასლობი მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ მეგობარი არ მყავდაო, სხვასთან დახმარების თხოვნით მისვლა კი მერიდებოდაო. პირველი მარშრუტი, რომელიც გავიარე, დაბალი დახრის 5.5 სირთულის მონაკვეთი იყო, სახელად ნეპსეკ კრეკი. შემდეგ უფრო ციცაბო 5.7 სირთულის მარშრუტი გავიარე. შიშისაგან კლდეს მთელი ძალით ვებღაუჭებოდი და საშინლად ვცოცავდი. თუმცა ტექნიკა მალევე დავხვეწე. ყოველთვის მანიაკალური აღამრიცხველი ვიყავი. თავიდანვე მქონდა სპეციალური რვეული, სადაც ყველა მარშრუტს მოკლე ჩანაწერებით აღვრიცხავდი. ჩემი ცოცვის ბიბლია ვუწოდე მას და ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი იყო. როგორც ხედავთ, ალექსი დღიურს აწარმოებს. ეს დღიურის თემა ბევრი წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიაში შევხვდება ხოლმე. მაგალითად, ტომას ჯეფერსონი აწარმოებდა დღიურს, ნაპოლეონიც აწარმოებდა. მარკუს აურელიუსი ხო რას ამბობთ, კობი ბრაიანტი, ჩარლი მანგერი. ამ არხზე პირველი პოდკასტი ლეგენდარულ ბოდიბილდერ დორიან იეიტსზე ჩავწერე. პირველი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ. დორიანიც მანიაკალურად აწარმოებდა დღიურს მთელი მისი კარიერის მანძილზე. დაუბრუნდეთ ისევ თხრობას და მაგარ მომენტს გეტყვით. როგორც ვთქვით, ესე იგი 10 წლის ასაკიდან ალექსი ბოდიბილდინგით მოიწამლა და უკვე 19 წლიდან მტკიცე გადაწყვეტილებას იღებს ჩამოყალიბდეს პროფესიონალ მეკლდეურად. ამ გადაწყვეტილებას აქვს ტრაგიკული ახსნა, რომელსაც მალევე მოგახსენებთ, თუმცა მოდი ჯერ ესეთი რამ ვთქვათ. 2000-იანების დასაწყისში ეს სპორტი ჯერ კიდევ მშიერ სპორტად ითვლება. თუ სასწაულად მაგარი არ ახარ, შენი შემოსავლები მინუსებში გადის. ალექსი იწყებს ამ სპორტს მაშინ, როდესაც არავინ ამაში ფულს არ უხდის. შემოდის თამაში და დაახლოებით 10 წელიწადი ცხოვრობს სახლ მანქანაში. ერთი ეროვნული პარკიდან გადადის მეორეში, გააჩერებს ამ თავის სახლ მანქანას და შესაძლოა ერთ ადგილას თვეები დაჰყოს, იქ ვარჯიშობს. აქ მაგრად ჩანს მისი თავდადება და აკვიატებული დამოკიდებულება საქმისადმი. კიდევ ერთხელ ამ კანონზომიერებას ჩვენ მრავლად შევხვდებით სუპერ წარმატებული ხალხის ბიოგრაფიაში. აკვიატებული გნებავთ ობსესიური დამოკიდებულება დასახული მიზნის მიმართ. ზემოთ ვახსენე ტრაგიკული საფუძველი ჰქონდა ალექსის გადაწყვეტილებას მეთქი და მოდი ეს მომენტი გავშალოთ. საქმე ის გახლავთ, რომ 19 წლის ასაკში მან მოულოდნელად მამა დაკარგა. მამამისი უბრალოდ აეროპორტში იყო, თვითმფრინავის გასასვლელისკენ მიემართებოდა, რაზროსაც ინფარქტმა დაარტყა და
ადგილზე გათავდა. მამის გარდაცვალებამ ალექს კარპე დიემის პრინციპი გააზრებინა, როგორც თავად ამბობს. კარპე დიემი გახლავთ ძველი ლათინური გამოთქმა, ნიშნავს დაიჭირე წამი. ანუ ვიცხოვრე დღევანდელი დღით. ვიცხოვრე აწმყოთ იქ ძალიან კაი რაღაცას გეტყვით. 2012 წელს National Geographic-დან მიცემულ ინტერვიუში ალექსმა გამაოგნებელი მეტაფორა გამოიყენა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ღმერთის ან იმ ქვეყნიური ცხოვრების არ გძამთ, განა ეს ამ ცხოვრებას კიდევ უფრო ძვირფას არ ხდის? ალექსმა უპასუხა, მგონი ასეა, მაგრამ ის რომ რაღაც ძვირფასია არ ნიშნავს, რომ მასზე ზედმეტი მოფრთხილება და თავზე შემოვლებაა საჭირო. ეს გავს პიროვნებას, რომელმაც ახალი პრიალა ყველგან მავალი შეიძინა და ეშინია არ გაიკაცროს. რა აზრი აქვს საოცარი ავტომობილის ყოლას, თუ მისი ტარების გეშინია? მე ვცდილობ ჩემი ავტომობილი ახალ და საინტერესო ადგილებში წავიყვანო. ძალიან მომეწონა ეს მეტაფორა რა. აქვე ვახსენებ, რომ ალექსი პირწავარდნი ათეისტია და ამას თავად ამბობს. არ ვაპირებდი ამას აღნიშნოს, უბრალოდ ეს წიგნში რამდენჯერმე ბევრჯერ არის გამეორებული რელიგიის შესახებ ალექსის მოსაზრებები და გადაუწყვეტი აღმენიშნა. მისი პიროვნების ამოსახსნელად შეიძლება რაღაცა კუთხით მნიშვნელოვანი მომენტი იყოს. ნელა სოლო ასვლებისას ალექსი თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. აღმოვაჩინეო, რომ თუ კი რაიმე განსაკუთრებული ნიჭი მქონდა, ეს იყო მენტალური უნარი შემენარჩუნებინა სიმშვიდე განსაკუთრებულად სტრესულ პერიოდებშიო. წლების მანძილზე ალექსისადმი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არ იცვლება. კი მარა არ გეშინია რომ უყდე? რატო ვაკეთებ ამას? სიკვდილის ფენომენისადმი ალექსი გაშინაურებულია და ეს ჩანს ხო ოჯახში გარდაცვალებები ქონდა იქ მამა ორივე ბაბუა დაეღუპა. მე ისეთი სპორტითაა დაკავებული რომ თავისუფალ მეკლდეურთა თემში გავრცელებულია ხუმრობა რომ ყველა ცნობილი თავისუფალი მეკლდეური უკვე გარდაცვლილია. ჩაფრის გამაოგნებელია აღმოჩნდა, როდესაც ალექსი იხსენებს, რომ თავისი სოლო ასვლების დროს რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც მის თვალწინ ადამიანი გარდმოვარდნილა და ადგილზევე გარდაცვლილა. თან რამდენიმე შემთხვევა იყო ამგვარი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა საშიშ რამეს აკეთებს ეს კაცი, რა გასაოცარი სიზუსტითა და ოსტატობით. წიგნში საკუთარ სიკვდილზე ხუმრობით ესე უწერია. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი 4 წამი. დარწმუნებული ვარ, ხალხის ნახევარი იტყვის, სამაგიეროდ იმ საქმის კეთებისას მოკვდა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდაო. მეორე ნახევარი კი იტყვის, რა გამოშტერებული ყოფილაო. მერე უკვე 2007-2008 წლებში ალექსი იწყებს ისევ თავისი უნარების დახვეწას, აგრძელებს უფრო სწორად, თუმცა ამ პერიოდში ჯერ კიდევ უჩინარია გარე სამყაროსთვის, არ არის პოპულარული. მაშინ ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი პროფესიონალი თამსვლელი გამხდარიყავ, იხსენებს ალექსი. ან მით უმეტეს ჩემი საქმიანობით ვინმეს ყურადღება მიმექცია. 2007 წლის სექტემბერში იოსემიტის ეროვნულ პარკში წავედი. თვალი ორ ლეგენდარულ მარშრუტზე მეჭირა. როსტრომის ჩრდილოეთ კედელი 800 ფუტიანი გრანიტის ულამაზესი სვეტი და ასტრომენი 1100 ფუტიანი საკულტო მარშრუტი. ეს მარშრუტები 20 წლის განმავლობაში თავისუფალი ასვლით არავის არ ქონდა დაპყრობილი. 2007 წლის სექტემბრის თვეში ალექსმა ყველა რეკორდი მოხსნა. და ის სწორედ ამ მომენტიდან უთანამდება კლდეებს. ხოლო დაახლოებით 8 წლის შემდგომ ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თამსვლელი ხდება. ალექსის შესახებ მისი საუკეთესო მეგობარი წერს. როდესაც ჰონოლდს შეხვდებით, გაიფიქრებთ, ეს ბიჭი რაღაც დაბნეული, უცნაური და მოუხერხებელი მასხარაო. მაგრამ როგორც კი კლდეზე ფეხს შედგამს, ის მომენტალურად სხვა ადამიანად გადაიქცევა. ხდება აუღელვებელი, გრაციოზული, გაწონასწორებული და საოცრად მაგარი ტიპი. ეს სხვა ადამიანად გადაქცევა, მოკლედ საინტერესოა ისევ დორიან იეიცის ბიოგრაფიას რო დაუბრუნე, რომელიც პირველ ეპიზოდში დავფარე, დორიან იეიციც მისი კოლეგამ თორსტები ფლექს ბილერი იხსენებდა, რომ როდესაც ვარჯიშობდა, ის სხვა სამყაროში გადადიოდა, თითქოს სხვა პიროვნება ხდება და თვალშიდაც კი ვერ გაუსწორებდიო.
აღსანიშნავია, რომ ინტენსიური ვარჯიშების პარალელურად ალექსი ეცნობა ინდუსტრიის ტრენდებს, სწავლობს საუკეთესო თამსვლელთა ბიოგრაფიებს, კითხულობს მათ წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს, იძენს მენტორებს. ეს პატერნი მრავალი წარმატებული ხალხის ბიოგრაფიაში აქტიურად შეგვხვდება. დიდები სწავლობენ დიდებისგან, გადადიან წარსულში და იძენენ შორეულ მენტორებს. იხივე შეგვიძლია თქვა ისევ წინა ეპიზოდს გავიხსენებთ, რიკ რუბინის ეპიზოდს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენელია, თუმცა რუბინიც ზუსტად იმავეს აკეთებდა. სწავლობდა ინდუსტრიას და იმას, თუ რა კეთდებოდა წარსულში. ალექსი იხსენებს: წაკითხული მაქვს ყველა წიგნი ცოცვის შესახებ, ყველა წიგნი მენტალურ კოუჩინგზე. საქმე ისაა, რომ როდესაც მე თავშველად ვყალიბდებოდი, ამ მიმართულებით ბევრად ნაკლები რესურსი არსებობდა. ცოცვა პატარა სპორტი იყო. ახლა ბევრად მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. მაგრამ იმ დროს მხოლოდ რამდენიმე წიგნი არსებობდა. ცხადია, ყველა მათგანი წავიკითხე ისევე როგორც ყველა ჟურნალი ცოცვის შესახებ და სხვა ადამიანის მემუარები. ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება სხვების გამოცდილებიდან. ძნელია არ დაეთანხმა. ისევ იხსენებს, ციტირება: წლების განმავლობაში იოსემიტის დიდი პიონერები ჩემთვის ერთგვარი გმირები იყვნენ. 1960-იანი წლების ოქროს ხანის წარმომადგენლები ისტორიულად ზედმეტად შორს იყვნენ იმისთვის, რომ მათი მნიშვნელობა სრულად გამიაზრებინა. მიუხედავად იმისა, რომ მათ დასამახსოვრებელ თავგადასავლებზე ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული. ყველაზე მეტად მომდენო თაობის 60-იანი 80-იანი წლების თვით გამოცხადებული სტოუნ მასტერებით ვიყავი აღფრთოვანებული. სტოუნ მასტერი, ანუ როიცი ქვის მასტერები და კლდის მასტერები, კლდის ვეფხვები შეგვიძლია უწოდოთ. შემდგომ აქვე ახსენებს, რომ ინდუსტრიაში გაბატონებული იყო და რაღაც კუთხით ეხლაც არის ერთი სენი. ბევრი მთამსვლელი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ლაშქრავს მთებსო. განსაკუთრებით პოპულარულია LSD-ს ტიპის ნარკოტიკი. ალექსი ამბობს, რომ ის ნარკოტიკს არასოდეს გაკარებია. არც ალკოჰოლს სვამს, ნივთიერებებიდან კოფეინიც კი არ მოსწონს, ყავაც კი არ დაულევია. ასევე უაღრესად საინტერესო თემა შემოდის ახლა: შიში და მისი ბუნება. როგორია ალექსის დამოკიდებულება შიშის მიმართ? როგორ უმკლავდება შიშს? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მას ცოცვა ძალიან უყვარს და აშკარაა, რომ აკვიატებული სიყვარული შიშის გრძნობას გადაწონეს. ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა ცოცვისგან პაუზის აღება და ცოტა ხნით დასვენება. რა თქმა უნდა, შემიძლია, პასუხობს ალექსი. ანუ შეგიძლიათ ვთქვათ, ერთი თვე არ იცოცოთ, ჩაეკითხა ჟურნალისტი. ჯანდაბას არა, ერთი თვე არა, მეგონა 2-3 დღეს თუ გულისხმობდით. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი ასე ამბობს ალექსი. რაც არ უნდა გამეკეთებინა, წლების განმავლობაში არაფერი მეჩვენება ისეთივე საინტერესოდ, როგორც ცოცვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის 20 წელია ასე თუ ისე რუტინულად ვცოცავ, მის გარეშე არ შემიძლია. შიშის გრძნობას კი ალექსი მუხლჩაუხრელი შრომით და რისკების პრევენციით აღწევს. სანამ თავს თავისუფალი სტილით დალაშქრავს, მანამდე ის მთაზე დაზღვევით და თოკების მეშვეობით ტრადიციული წესით ადის რამდენჯერმე. იზეპირებს მარშრუტს, ადგენს დეტალურ რუკას, სად რა დონის დაბრკოლებები ელოდება. აქტიურად იყენებს ვიზუალიზაციის ტექნიკას, რომელ მონაკვეთზე რა ილეთის გამოყენება დასჭირდება. თითოეულ ილეთს ვარჯიშისას აცობით და 1000 ჯერ იმეორებს. როგორც თავად ამბობს, იმისთვის, რომ მარტივი გამოჩნდეს, ბევრი უნდა იშრომო. ისეთ სიტუაციებში ყოფნა, როცა მართლა გეშინია და ახარხება შეინარჩუნა თვითკონტროლის გარკვეული ხარისხი, ერთგვარი შეძენილი უნარია. უნდა შეგეშინდეს ისევ და ისევ. ხალხი სულ მეკითხება, ნუ თუ შიშს არ გზნობო? მე ვგზნობ შიშს, რა თქმა უნდა, როგორ არა. უბრალოდ იმდენჯერ შემშინებია, რომ უკვე მივეჩვიე. როცა შიში დამეტაკება, საბოლოო ჯამში ვფიქრობ. კლდეზე ხარ, ან ზემოთ უნდა წახვიდე, ან ქვემოთ. სულ ეს არის. საოცარი მიდგომაა რა. შიშის დაძლევის ხონოლოდისეული მეთოდი ამგვარად შეგვიძლია შევაჯამოთ. გაიმეორე იმდენჯერ, შის შენთან ახლოს მოსვლაც რომ დაეზაროს.
ასევე ალექსი ესეთ რაღაცას წერს. შიში ეს არის ყველაზე პრიმიტიული ელემენტი უმაღლესი დონის სოციოში, ან საერთოდ ნებისმიერ თავგადასავალში. ამ ფაქტს არ ამთავსულებიც კი ამჩნევენ, როდესაც ჩემი სოლოცოსვის კადრებს უყურებენ. სწორედ ამიტომაც არის მათი პირველი შეკითხვა. არ გეშინია? მე ბევრი მიფიქრია შიშზე. ჩემთვის გადამწყვეტი კითხვა ის კი არ არის, როგორ ვიცოცო შიშის გარეშე. ეს შეუძლებელია, არამედ ის, როგორ გავომკლავდე შიშს, როდესაც ის ჩემს ნერვულ დაბოლოებებში შემოიპარება. აი ასევე წიგნის ეს ნაწყვეტი უნდა ვახსენო, გამეცინა ალექსის კოლეგა ამბობს, ხონულდი სულ სხვა დონეზეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა. თითქოს ის ვერ გრძნობს შიშს ან სხვა ნორმალურ ემოციებს, რომელსაც ყველა ჩვენგანი განიცდის. მას აქვს უნარი უბრალოდ გამორთოს ტვინი და შეასრულოს ყველაზე გიჟური ასლები, რაც კი ოდესმე გაკეთებულა. მადლობა ნიკ, ამბობს ხონოლდი, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მე შიშს ისევე ვგრძნობ, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. ჩემს გვერდით რო ალიგატორი იყოს, რომელიც ჩემს შეჭმას აპირებს, თავას საკმაოდ არაკომფორტულად ვიგრძნობდი. ნაქვენ მერე ფოკუსის შესახებ საუბრობს ალექსი, როდესაც სოლო ვცოცავ, ყველაზე მარტივ ზედაპირზეც კი მთლიანად იმაზე ვარ ფოკუსირებული, რაც ჩემს წინ ხდება. სამყარო მხოლოდ ჩემამდე და კლდემდე ვიწროვდება. არცეთ მოჭიდებას არ მივიჩნევ გარანტირებულად. აქვე კიდე ერთ საინტერესო თემას მინდა შევეხო და ყველაზე კაი თემას მე მგონი ამ პოდკასტში. დიდი მიზნების დასახვის და მათი მიღწევის შესახებ გვესაუბრება ონოლდი. მისი მეთოდი მარტივია. დაისახო გრანდიოზული მიზნები და შემდგომ ყოველდღიურად, რუტინულად და თანმიმდევრულად გადადგა მცირე ნაბიჯები აღნიშნული მიზნების მისაღწევად. როგორც ხდება ადამიანთა უმრავლესობა, როდესაც გონიათ, რომ დიდი საქმეების გასაკეთებლად დიდი ქმედებებია საჭირო. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ყოველდღიურად მცირე გაუმჯობესებებს საბოლოო ჯამში გასაოცარი ეფექტი მოყვება. მცირე პროგრესი მათემატიკური რთული პროცენტის მსგავსად აკუმულირდება და თოვლის გუნდა ბოლოს ზვავად გადაიქცევა. მიზნის მიღწევა ყოველდღიური პატარ-პატარა ნაბიჯებით არის შესაძლებელი და არა ერთჯერადი გიგანტური ნახტომით. როგორც ნათქვამია, თუ შეგიძლია 1 წლის ინტერვალით ყოველდღიურად 1%-ით უკეთესი გახდე, წლის ბოლოს 37 ჯერ უკეთესი იქნები. და პირიქით, თუ 1 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 1%-ით უარესი გახდები, შენი რეგრესი 0-ს მიუახლოვდება. ის, რაც იწყება მცირედი გამარჯვებით ან უმნიშვნელო უკუსლით, აკუმულირდება და უფრო მასშტაბურ რაღაცაში გადაიზრდება. სანამ ალექსი თავის ყველაზე ცნობილ ასვლას განახორციელდება და 915 მეტრის სიმაღლეზე და დაიპყრობდა კლდეს სახელად ელ კაპიტანს, შემოკლებით ელ კაპს, მანამდე 40-მდე მცირე ზომის კლდე დაიპყრო. ელ კაპის დალაშქვრა ალექსს ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ჰქონდა დღიურში მონიშნული, როგორც დიადი მიზანი. ის ამბობს, სანამ დიდ კლდეს შეეჭიდები, ჯერ პატარა კიდლების დალაშქვრას იწყებ. იქამდე აკეთებ ამას, სანამ თავდაჯერებულობასა და კომფორტს არ იგრძნობ, რომ რაღაც დიდის გაკეთება შეგიძლია. მუდმივად დგამ უამრავ პატარა ნაბიჯს და ხანდახან რაღაც დიდი ამბავი მოხდება შენს თავს, ამბობს ჰონოლდი. საბოლოოდ, როდესაც თავისუფალი სტილით ავიდა ელ კაპზე, მან მარშრუტი 5 თითივით იცოდა, რადგანაც დაზღვევით უკვე ბევრჯერ ჰქონდა ეს მარშრუტი გავლილი. ამ პოდკასტის ჩაწერის მომენტისთვის ალექსის ბოლო მიღწევა გახლავს ტაივანის უმაღლესი ცათამბჯენის ტაიპეი 101-ის დალაშქვრა. რა თქმა უნდა, თავისუფალი სტილით. ეს ცათამბჯენი 508 მეტრის სიმაღლისაა და 1.5 მოანდომა ასვლაში. შესაძლოა გქონდეთ ეს ვიდეო ნანახი. Netflix-ი გადასცემდა ყველაფერს პირდაპირ ეთერში. თუ გაინტერესებთ ალექსის შესახებ დოკუმენტური ფილმები, Netflix-ზე შეგიძლიათ ნახოთ და YouTube-ზეც ბევრი რესურსია. აქვე ერთ მომენტს გამოვყოფ წიგნიდან, რომელზედაც გამეცინა მოკლედ ერთ-ერთ კლდეზე ასვლის დროს მეწყვილესთან ერთად ადის ტრადიციული წესით რამდენიმე დღიანი ასვლა. პროცესში წვიმამ დასხო და კარვის გაშლა მოგვიწიაო. გეკნებათ ნანახი კლდეზე ჩამოკიდებული კარვებში რომ არის ხოლმე და იქ სინოთ და იმ ღამის გათენება კარავში მოგვიწიაო. ალექსთან ჰქონდა წაღებული წიგნი. ეს წიგნი აღმოჩნდა დოსტოევსკის ძმები კარამაზოვები. რბილი ყდიანი წიგნი იყო და
ჩემმა მეწყვილემ ისე მოიწყინა წიგნის ნახევარს, რომ მორჩი წიგნი შუაზე გავხედა პირველი ნახევარი მივესიო. ეს მომეწონა რაც მე კარამოზოვს ვკითხავს და ნამეტარი დაძაბული წიგნი კი აღმოჩნდა ისევ. მეორე წიგნსაც ასახელებს ჰონოლდი, რომელიც ძალიან მოსწონს. ეს წიგნი არის ანდრე აგასის ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით Open. სხვათა შორის ბევრი აქებს ამ წიგნს და რიგში მიდგას. დღეს უკვე ჰონოლდი ფინანსურად საკმაოდ ძლიერად არის, უამრავი სპონსორი ჰყავს, Netflix-თან შესანიშნავი ურთიერთობა, აი კონტრაქტი აქვს დადებული. დაარსებული აქვს საქველმოქმედო ფონდი, რომლის მეშვეობითაც აფრიკაში შორეულ სოფლებში ელექტროენერგიის და მწვანე პრობლემებს აგვარებს. და ამ ფონდის დაარსების ინსპირაცია 2012 წელს იყო, როდესაც აფრიკაში პირველად იმოგზაურა და კერძოდ ჩადიში და იქაურობის ძალიან მძიმე ცხოვრება ნახა იქაურების. მოდით საბოლოოდ პოდკასტს აქ დავასრულებ, თქვენ კიდე დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და აბა შეხვედრამდე.